ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ვსაუბრობთ ალექსანდრე ბერულოვას სახელობის ჟურნალისტურ პრემიაზე. ეს გახლავთ კონკურსი, რომელმაც უნდა გამოავლინოს ეთიკის ნორმების დაცვით მომზადებული ისეთი მედია პროდუქტი, რომელიც ხელშეუწყობს აფხაზეთის კონფლიქტის შერიგების და ნდობის აღდგენის პროცესის მიმართ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას. დამეთანხმებით, რომ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, ცხადია გვაინტერესებს დეტალები და სწორედ ამ მიზნით წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს, აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ეკა წივწივაძე და ალექსანდრე ბერულოვას და ინა ბერულოვა არიან შუადღის პიკის სტუმრები. გამარჯობათ, მოგესალმებით. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვიწყობთ საერთოდ დროს. შესავლის სახით პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ალექსანდრე ბერულოვა იყო ქართველი ჟურნალისტი, მწერალი და აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხო? საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი იყო, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია მისი ცხოვრების გზა და პირველ რიგში თუ შეიძლება რომ ეს ისტორია გავიხსენოთ და შემდეგ უკვე გადავიდეთ პრემიის დეტალების განხილვაზე. დიახ. პირველ ყოვლისა, მადლობა მოწვევისთვის, მადლობა იმისთვის, რომ ეს პრემია დაწეს და ყველა ადამიანს მინდა გადავხადო მადლობა, ვინც ეს გადაწყვიტა გაეკეთებია და პირველ რიგში ქალბატონ ეკა წივწივაძეს, რომელმაც ბოლომდე მიიყვანა ეგ საკითხი მიუხედავად ყველაფრისა. რაც შეეხება ალექსანდრე ბერულოვას, რომელიც ქართველი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, აფხაზეთში ყველასთვის ცნობილი ადამიანი იყო, მინდა ვთქვა, რომ ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია. ალექსანდრეს, რომელიც ყველა აფხაზეთელისთვის საშა იყო, არის ძალიან დიდი პატივი ჟურნალისტური მოღვაწეობის დაფასება პირველ რიგში, რაც ყველა ჟურნალისტს გჭირდებათ. ძალიან სასიხარულო ამბავია, რაც გაჟღერდა ეგ თემა, აფხაზეთელები მიერეკავენ ყველა ეროვნების, რაც კი აფხაზეთში ცხოვრობდა და ატირებული უხდიან მადლობას იმათ, ვინც ეგ, ასე ვთქვათ, პრემია დააწესა და განახორციელა. რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო ქალბატონ ეკას არ დავმალავ. რა შეიძლება რომ დავამატო, არის ადამიანები, რომელიც საკუთარ კეთილდღეობაზე არ ფიქრობენ, ეს ზუსტად ასეთი ადამიანი იყო, ის პირველ რიგში სხვებისთვის იყო, მე თავისთვის და ასე შემდეგ და ალბათ ამიტომაც უყვართ ასე ძალიან აფხაზეთში და ამიტომაც არიან ალბათ ასეთი მადლობელი, რომ ასე დაფასდა მისი მოღვაწეობა. და რაც შეეხება მის გმირულ საქციელს, ეს უკვე შემდეგი საუბრის თემა იქნება ალბათ მომავალში. მე მაქვს თქვენთან ალბათ შეკითხვა, რომ მოგვიყვეთ როგორ გაჩნდა კონკურსის იდეა, რატომ გადაწყვეტეთ მისი სახელობის პრემიის დაწესება, ამაზე რომ მოგვიყვეთ შეიძლება. მე პროფესიით გახლავარ ჟურნალისტი და 20 წელი მედიაში ვმუშაობ და აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი ლოგიკურად არის ჩემი კარიერის გაგრძელება. საინფორმაციო ცენტრი ქმნის მედია პროდუქტებს, რომელიც ემსახურება შერიგებას და ამ კონფლიქტის შედეგად დაშორებული საზოგადოების დაახლოებას. ამასთანავე მე გახლავართ აფხაზეთიდან, სოხუმიდან. ჩემი ცხოვრების ორი ჟურნალისტი, ბევრი საერთო გამონახეთ ამასობაში. ნამდვილად. ჩემი ცხოვრების ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ის, რომ ვარ დევნილი და მეორე ჟურნალისტი, გაერთიანდა ამ ცენტრში რაღაცნაირად და ჩემ ყოველდღიური საქმიანობა ემსახურება ჟურნალისტიკასაც და ემსახურება აფხაზეთსაც. ვერ შეიქმნება აწყო და მომავალი თუ არ ვცემთ პატივს წარსულს და წარსულში ყველანაირი ჯილდო არსებობს, ექიმების ჯილდო არსებობს, მომღერლების ჯილდო არსებობს, ასე შემდეგ. და კი არის ჟურნალისტებისთვისაც არის სხვადასხვა ჯილდოები, მაგრამ კონკრეტულად აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის მე თემატიკა არ მახსენდება მარტო. არც მე, იმიტომ რომ არ არის და ვინ თუ არა ალექსანდრე ბერულოვა. ქალბატონმა ინამ არის საუბრა მის ძმაზე უფრო დეტალურად და ეს მართლა ერთი გადაცემის თემას ცდება, იმიტომ რომ ის იყო სულით ხორცამდე ჟურნალისტი, პუბლიცისტი, იყო მინისტრთა საბჭოს პრესამსახურის სამხედრო ხელმძღვანელი, იყო ტყვეობაში ძალიან საინტერესო სევდიანი საამაყო ისტორია, როგორ მოხდა ის ტყვეობაში, როგორ გათავისუფლდა, მე როგორ დაიხრიტა ჩვენ გმირებთან ერთად, ჯიული შარტავასთან ერთად 27 სექტემბერს და სექტემბერი ყველა აფხაზეთელისთვის, ყველა სოხუმელისთვის ძალიან მძიმე თვე არის. ახლოვდება ის თარიღი, სოხუმის დაცემის თარიღი. ახლა სიმბოლურია ალბათ, რომ სწორედ ალექსანდრე ბერულოვაზე ვლაპარაკობთ და
მე როგორც ერთ ჟურნალისტს, როგორც ამ ცენტრის ხელმძღვანელს რა შემეძლო თუ არა მომეფიქრებინა მისი სახელის უკდავსაყოფად ეს პრემია და მჯერა, როდესაც მეც კი აღარ ვიქნები, ეს პრემია აუცილებლად იქნება და თაობებს ემახსოვრებათ ადამიანი, რომელმაც თავის პროფესიას, თავის შესწირა ბოლომდე დარჩა აფხაზეთში, ბოლომდე გადმოსცემდა ობიექტურ ინფორმაციას და თუ სიტყვა არ გამიგრძელდა, ვიტყვი ერთ კადრს აუცილებლად, რომელიც სულ არის ჩემს მეხსიერებაში, ქალბატონმა ინამ მომიტანა ფოტო სადაც არის აღბეჭდილი ბატონი ალექსანდრე საშათი იცნობდნენ მას აფხაზეთში ძის მაშინ კომპიუტერები არ იყო საწერ კალმით და უკან დევს ავტომატი და ის კალმით რაღაცას წერს ანუ ისეთ პირობებშიც კი როდესაც გიწევდა იარაღით სიარული ის მაინც იჯდა მაგიდასთან და წერდა ეს კადრი არ ვიცი სანამ ეს პრემია იქნება სანამ მე ვიქნები ყოველთვის ჩემ მეხსიერებაში როდესაც მასზე ვსაუბრობ პირველი მახსენდება ეს კადრი და რა ვიცი აი ესე ვეცადე რომ ძალიან და ძალიან კარგ საქმეს შეეჭიდეთ. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის კიდევ უფრო სხვანაირად სენსიტიურია თქვენი არ იყოს, იმიტომ რომ მეც აფხაზეთიდან დევნილი ვარ, ამიტომ ჩვენთვის ძალიან ნაცნობია ეს თემები და განსაკუთრებული მიმართება მაქვს უკვე ამ პრემიის მიმართ და სწორედ აი პრემიის დეტალებზე მინდა რომ გავაგრძელოთ ახლა საუბარი. ეს გაიცემა 4 კატეგორიაში, რამდენადაც ვიცი. ესენია პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში, სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში გასული, აფხაზეთის თემაზე მომზადებული სიუჟეტი ან მულტიმედია ნამუშევარი და ასე შემდეგ. აი გაგვეცანით თუ შეიძლება რამდენადაც მოგცემ საერთო დრამის საშუალებას კატეგორიები დეტალურად იმისათვის რომ ვინც აპირებს ხო კონკურსში მონაწილეობას მათ შეექმნათ დაახლოებითი წარმოდგენა კატეგორიებს. წელს არ ვიქნებით ძალიან მკაცრები და ძალიან მომთხოვნები, რადგან ეს პირველად ტარდება და გვჯერა რომ ამ 1 წლის განმავლობაში 1 ოქტომბრამდე ჩვენ მივიღებთ განაცხადებს მედია საშუალებებში იქნებოდა აფხაზეთის თემატიკაზე მომზადებული სიუჟეტები, მაგრამ იმეც ვიტოვებ რომ მომავალი წლიდან სპეციალურად შეიქმნება ჟურნალისტური ნაშრომები იმისთვის რომ ალექსანდრე საშა ბერულავა სახელობის პრემიის ლაურეატები გახდნენ და ეს ჯილდო იქნება ნამდვილად პრესტიჟული. თავისი სიმბოლოთი ჩვენ მოვიფიქრეთ სიმბოლოს, ქალბატონი ინას იდეა იყო ეს, რომ ეკვალიპტის ფოთლის მინანქრის სიმბოლო იქნება ულამაზესი წარმოდგენილი გამარჯვებულებისთვის, იქნება ფულადი პრემიები, საკმაოდ სოლიდური და ესეც ვფიქრობ, რომ მაინც ითამაშებს თავის როლს და ჟიურიც იქნება საკმაოდ მკაცრი, მაგრამ წელს აი 1 ოქტომბრამდე მივიღებთ იმ ნაშრომებს, რომელიც უკვე ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნდა წინა წლიდან წლევანდელი წლის 1 ოქტომბრამდე, ასევე მედია საშუალებებში, ტელევიზიაში და მულტიმედია ნაშრომები ვინც შექმნა მაგალითად ონლაინ პლატფორმებისთვის ამ განაცხადებსაც მივიღებთ და ჩვენ გვინდა ამ პრიზით კიდევ ერთხელ სამშვიდობო ჟურნალისტიკასაც ხელი შეუწყოთ და ამ მიმართულებითაც გავცემთ კატეგორიას და კომისიას ექნება ასევე უფლება შეარჩიოს ერთი დევნილი ჟურნალისტი, რომელიც ან ომის დროს, ან ომის შემდეგ მოღვაწეობდა და ემსახურებოდა ამ თემას. მეოთხე იქნება ჟიურის რჩეული, კომისიის რჩეული. ხო და აქვე გითხავთ, აი ვიცით უკვე ვინ გამოვლენს კონკურსის გამარჯვებულებს და რა კრიტერიუმებით შევასწრება? მე თვითონ არ ვიქნები კომისიაში, რომ არ ვიყო სუბიექტური, რადგან როგორც ვახსენე 20 წელი მედიაში ვიმუშავე და ყველა მედია საშუალებაში მყავს მეგობარი და ამიტომ გვინდა რომ ეს იყოს ესე რომ ვთქვათ კომისიის დახურული იმისთვის რომ არ მოხდეს რაღაცნაირად აი ზარები, რადგან საქართველოს პატარა ქვეყანაა და ყველა ვიღაცის ახლობელია, თუმცა ეს ადამიანებიც არიან აფხაზეთიდან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ყოფილიყვნენ აფხაზეთიდან, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგი კადრები გვყავს, პროფესიონალი ჟურნალისტები გვყავს, არ არიან ახალი თაობის წარმომადგენლები, თუმცა ძალიან კარგად უწყობენ თანამედროვე ჟურნალისტიკის პრინციპებს ფეხს და მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგ და უკეთესო ნაშრომებს გამოავლენენ. და ბოლოსკენ უნდა წავიდეთ ნანალა, მაგრამ მანამდე მინდა ვთქვათ, აი როგორ უნდა დაგიკავშირდნენ დაინტერესებული პირები და რა დოკუმენტებია რაც მთავარია საჭირო კონკურსში მონაწილეობისთვის. უნდა დაგვიკავშირდნენ ჩვენს ოფიციალურ საიტზე abkhazia.info.com-ზე არის მითითებული ასევე მეილი ჩვენი ოფიციალური, რომელიც აქვს ორგანიზაციას და გადმოაგზავნონ თავიანთი განაცხადი, სადაც იქნება ან სკრინშოტები, ან ლინკები მიბმული და ის რომ მონაწილეობა უნდათ ამ კონკურსში თავიანთ CV-სთან ერთად. მოკლედ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი ალექსანდრე ბერულავას სახელობის ჟურნალისტურ პრემიაზე განაცხადების მიღების პროცესშია და თუ თქვენ აკმაყოფილი აქვთ კრიტერიუმებს და გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით მომზადებული მედია პროდუქტი, შეგიძლიათ გახდეთ კონკურსის მონაწილე და საუკეთესო შემთხვევაში გამარჯვებული.